დავიწყეთ, აბა. მცდელობა წარმატებით დასრულდა. უპილოტო ნავი დანიშნულების შესასრულებლად წყალში შედის. ხარს მიართ ძალიან. ნავის მისია წყლის ნავთობისგან გაწმენდა და გასუფთავებაა. მას შემდეგ, რაც მოწყობილობას ნავთობით დაბინძურებულ ზონებში შეუშვებენ, იწყებს ნავთობისა და წყლის განცალკევებას და გაფილტრას. პროცესს ყველა მოუთმენლად ვაკვირდებით და შედეგიც არ აყოვნებს. როდესაც მოხდება ნავთობის ჩაღვრა კონკრეტულ წერტილში, ჩვენ შევყავს ნავში კოორდინატი დაბინძურებული წერტილის. ჩვენი ნავი ავტოპილოტის საშუალებით მიდის დაბინძურებული არეალისკენ. ნავს აქვს ქვემოდან მოთავსებული მაღალი დარჩევადობის კამერა, რომელიც ყოველ ნახევარწამში იღებს ფოტოებს თვითონ წყლის ზედაპირის და როდესაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ალგორითმი აღმოაჩენს, რომ ტერიტორია დაბინძურებულია, გაიწყებს ნავი ნავთობით დაბინძურებული წყლის შეტანას ფილტრაციის სისტემაში. და ინფორმაციას როგორ იღებთ, ან რომელი მდინარეა თქვათ დაბინძურებული? ინფორმაციას მიიღებს უშუალოდ ნავი გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისგან, როდესაც მოხდება ჩაღვრა, სწორედ ამიტომ სადაც იქნება დაბინძურებული არეალი, ირჩებულია ჩვენი სისტემა დავამონტაჟოთ და ნავმა დაიწყოს უწყვეტი ფილტრაციის პროცესი. გამოგონების ავტორები ლუკა წოწორია, ელენე ქაჩიბაია, ლუკა ფორჩხიძე, ზვიად ფრუიძე და ანა სალდაძე ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან. ერთად დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, სენაკიდან და მარტვილიდან ქუთაისში გაერთიანდნენ. მანძილი მათთვის ბარიერი არასოდეს გამხდარა. იდეის განსახორციელებლად 7 თვის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ. იკვლევდნენ პრობლემას და ასევე იღებდნენ რეკომენდაციებს დარგის სპეციალისტებისაგან. როგორ დაიბადა ამ მოწყობილობის შექმნის იდეა და რა იყო თქვენი мотивация ძირითადად? მოგიხსენებათ დღესდღეობით 21 საუკუნეში მრავალი გამოწვევა არსებობს ეკოლოგიასთან დაკავშირებით. კერძოდ ნავთობის ჩაღვრა წყალში და ოკეანეში არის უდიდესი ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც უამრავ ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის პრობლემებს იწვევს. სწორედ ამიტომ თან ასევე ცნობილია, რომ სამხრეთ კაროლინაში, ამერიკაში მოხდა ერთ-ერთი ნავთობტანკერის ჩაძირვა, რამაც უდიდესი საფრთხე შეუქმნა წყლის მობინადრეებს. ასევე ახლახანს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ შავ ზღვაშიც მოხდა ტანკერების ჩაძირვა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივედით ამ მოწყობილობამდე, რომ ყოფილიყო ეს პრობლემა დახვეწილი და ეფექტურად და რაც თავარი ადამიანის ჩართულობის გარეშე მოგვარებული. პროექტზე მუშაობა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ვატარებდით შესაბამის კვლევებს, დავდიოდით ტბებსა და მდინარეებზე, რადგანაც დაგვეტესდა ავტოპილოტისა და ფილტრაციის სისტემები. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, გამოდიოდა და ზოგჯერაც წაგვაწყდებოდა სირთულეები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ზუსტად სირთულეების მეშვეობით მივედით ამ ინოვაციურ პროექტამდე. დავდიოდით ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ბატონ დავით სონღულაშვილთან გავდიოდით მენტორინგს და ასევე ჩვენი მენტორები ბატონი უტაკელასონია და ქალბატონი მარახი მაზანაშვილი, ჩვენი მენტორები, რომლებიც გვეხმარებოდნენ კვლევების წარმართვაში და გვიზიარებდნენ თავის ცოდნას და გამოცდილებას. 2024 წლის 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსის პირველ ადგილზე გასული გუნდი არის მარინგარ. სწორედ ამ გამოგონებით ახლახანს ახალგაზრდები 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულის პოზიციას იკავებენ და ჯილდოდ კონკურსის მთავარ პრიზს იღებენ. მალე ქართველი გამომგონებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერებს შეუერთდებიან და ცოდნის გასაღრმავებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ნასას საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. გამისადეთ ესენი დაუწერელი ემოციები, რომლის განმოცემაც მართლაც შეუძლებელია და ვიყავით ძალიან გახარებულები და გვიჭირდა, ასე ვთქვათ, იმ ყველაფრის განცდა და გააზრება, თუ რა მოხდა ჩვენს გარშემო ამ მომენტში. ნასაში შევხვდებით მსოფლიოში მოწინავე მეცნიერებს, ასევე სხვადასხვა კოსმონავტებს, რომლებიც უშუალოდ სხვადასხვა მისიებში იღებენ მონაწილეობას და ასევე ვნახავთ ისეთ მოწყობილობებს და ინოვაციებს, რომლებიც დღესდღეობით მსოფლიოში არის მოწინავე. ახალგაზრდები გვიზიარებენ, რომ გამარჯვება ამ სფეროში მუშაობის გასაგრძელებლად მათთვის სტიმულის მომცემია. ნასაში წასვლამდე მოლოდინი დიდი აქვთ და მიაჩნიათ, რომ იქ მიღებული გამოცდილება საქართველოში უკეთესი პროექტების შესაქმნელად აუცილებლად გამოადგებათ.